საღამშვიდობისა თქვენ უყურებთ პოსტ-ანალიტიკას, მე ზვია დავალიანი ვარ, ჩვენ საუბრობთ დღის ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების შესახებ. დღეს საღამოს ჩვენი სტუმარი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი იქნება. საღამშვიდობის ლევან, მადლობა მოგზაურობისთვის, მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხართ დღეს. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ტელემაყურებელს. მოდი დავიწყოთ ჩვენი საუბარი წმინდად პოლიტიკური თემით და ეს პოლიტიკური თემა არის შემდეგი. ქართული ოცნება მართველი გუნდი აგრძელებს უფრო სწორად ევრობიუროკრატიის მხილებას იმასთან დაკავშირებით თუ რატომ გახდა საქართველოს ევრობიუროკრატიისა და ევროპული ორგანიზაციების განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი ბოლო 1 თვის განმავლობაში. თუ არ ვცდები, ბოლო 1 თვეში 3 რეზოლუცია იქნა მიღებული სხვადასხვა ევროპული სტრუქტურების მიერ, რომლებიც ერთმანეთის ტექსტს იმეორებენ ფაქტობრივად და იმ უსამართლო ბრალდებებს და რაღაც აბსურდულ მოწოდებებს, გამოუშვით მიშა და ასე შემდეგ. საქართველოსთან მიმართებაში ბოლო იყო აქედან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც 8 ივლისს მიიღეს. ბატონი ჯო ვილსონი იყო ამ რეზოლუციის სპონსორი თუ ავტორი თუ ორგანიზატორი, მოკლედ ინიციატორი უსტაბაში. ხო. და ესეც საინტერესოა სხვათაშორის რომ ეს ჯო ვილსონი, რომელიც ძალიან კომიკურ ფიგურად ჩამოყალიბდა ბოლო წლებში განსაკუთრებით. ესე იგი, ეს რეზოლუცია ჯერ მიღებული არ იყო, მე მგონი რომ რაღაც ისეთ სკანდალში გაეხვა, რომ საერთოდ სამშობლოში დაბრუნება მგონი ფეხით მოუწია. თუ ცურვით, არ ვიცი. მოკლედ დელეგაციის შემადგენლობიდან ამოიღეს ამერიკელებმა თვითონ. მაგრამ ეს მოგვიანებით შევეხოთ ამ საკითხსაც, თუ თქვენთვის საინტერესო იქნება. პირველ რიგში პოლიტიკური კონტექსტი შევაფასოთ და პოლიტიკური, ასე ვთქვათ, შეფასება მივცეთ აი ამ თავდასხმას, რომელიც ობიექტებიც გავხდით, სამიზნეც გავხდით განსაკუთრებით ბოლო 1 თვის განმავლობაში. ბოლო 1 თვე, შეიძლება თვითონ უშუალოდ რეზოლუციების კუთხით 3 რეზოლუცია 1 თვის განმავლობაში მიიღეს. თორე თავდასხმის ობიექტები ჩვენ გავხდით ზუსტად იმ დღიდან, რა დღესაც დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში და კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ ქართულმა ოცნებამ უარი განუაცხადეთ მიუხედავად შანტაჟის, ზეწოლის, წნეხის, რომ საქართველოს გამოეყენებინათ პროქსი სახელმწიფოდ, როგორც გამოიყენეს უკრაინა და ზუსტად იმ დღიდან იწყება ეს თავდასხმა საქართველოზე და კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, რომ არა მხოლოდ ევრობიუროკრატების მხრიდან, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ადმინისტრაციის მხრიდანაც, მაგასაც ნუ დავივიწყებთ, ბატონი მეთიუ მილერი გახსოვთ, ალბათ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი, ფაქტობრივად ყოველ დღე საქართველოსთან საუბრით იწყებდა ჟურნალისტებთან, ამერიკის საელჩოს ქარდებსაც გაგახსენებთ. ნუ რაღაცა უაზრობები და ნუ მადლობა ღმერთ შეიცვალა ადმინისტრაცია, შეიცვალა მიდგომები და მინიმუმ არანაირი წნეხი, არანაირი ზეწოლა ომში ჩართვასთან მიმართებით და პროქსი ქვეყნად საქართველოს გამოყენებასთან მიმართებით და პირიქით ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებთ ურთიერთობას და ძალიან პოზიტიური არის მოლოდინი, რომ გადაიტვირთება ურთიერთობები. ხოლო ევრობიუროკრატები აგრძელებენ ამ ყველაფერს, ვინაიდან იქ არ შეცვლილა მართველი კლასი, იქ არ შეცვლილა გავლენები და იქ არ შეცვლილა ის არაფორმალური ოლიგარქიული გავლენა, რის ქვეშაც არიან ქალბატონი კალასი იქნება თუ ურსულა ფონ დერ ლაიენი თუ მარტა კოსი, ვინაიდან ისინი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად სამწუხაროდ ვერ იღებენ და არაერთი ევროკავშირის ესეთი წარმატებული ქვეყნის ლიდერიც მათ შორის ვერ იღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას და ნუ ეს ყველაფერი ჩანს პირდაპირ ევროკავშირის პოლიტიკაზე, ეს ყველაფერი უпростоრად ევროკავშირის პოლიტიკა ამ ყველაფერს ამჟღავნებს, რიგი ქვეყნების პოლიტიკა ამ ყველაფერს ამჟღავნებს, ვინაიდან ისეთ პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნიან, რომელიც არ ჭირდება არც ევროპელ ხალხს და არც ევროპული ქვეყნების ხალხს, იგივე ეს არალეგალური მიგრაცია, რომელიც ძალიან დასაფიქრებელი თემა არის, ხომ კი ვსაუბრობთ არალეგალური უკონტროლო მიგრაცია, მაგრამ რეალურად სახეზე გვაქვს, ნუ არ ვიცი, მილიონობით არალეგალის მიღება შეგნებულად ევროპულ ქვეყნებში და დღეს ვხედავთ თუ რა ხდება, ხომ? იდენტობის სერიოზული პრობლემაა და ნუ ბრიტანეთი არ არის ევროკავშირის ქვეყანა, თუმცა ევროპული ქვეყანაა და ზედიზედ მესამედ ახალშობილებში, ბიჭებში ყველაზე პოპულარული სახელი არის მუჰამედი. იგივე ის რაღაცა მახინჯი პროპაგანდა, იდეოლოგია გენდერული, რომ ასის-ქესი არსებობს და თავს მოხვევა ამ ყველაფრის ევროპელ ხალხზე და ნუ ეს იგივე უარის თქმა
ატომურ ენერგეტიკაზე და იაფ რესურსებზე და შესაბამისად ეკონომიკური სტაგნაციისკენ სწრაფვა, ხო? ეს მე ეს არასრული ჩამონათვალი გავაკეთე იმ საკითხების, რომელიც არც ევროკავშირის ინტერესებშია, არც ცალკეული ქვეყნების ინტერესშია და მით უმეტეს არც ევროპელი ხალხის ინტერესებშია. შესაბამისად ეს ყველაფერი მეტყოლებს იმაზე, რომ ის მართველი კლასი, ვინც ამ ყველაფერს მართავს, რა თქმა უნდა, არ გამოდის თავიანთი ხალხის ინტერესიდან, ვინაიდან ისინი დავალებებს იღებენ არაფორმალური ოლიგარქიული ძალებისგან. რაც შეეხება ეს თავდასხმა გრძელდება, კი ბატონო, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვიხილეთ 3 რეზოლუცია, რატომ იხარჯებიან და დროს რატომ კარგავენ, ეს არ მესმის სიმართლე რო გითხრა ზუსტად, ყოველგვარი სარკაზმის გარეშე. ვინაიდან 5 წლის წინ, კი ბატონო, ამ რეზოლუციებს მქონდა თავისი ეფექტი, ვინაიდან რაღაცა სიახლე იყო და მღელვარება შემოქონდა ჩვენ საზოგადოებაში, იგივე მათ აგენტურას, ოპოზიციას გულისხმობ, აძლევდნენ რაღაცა ინსტრუმენტს, მათ მედია საშუალებებს, რომ ნიუსები გაეკეთებინათ ამ თემაზე, რაღაცა გადაცემებში ესაუბრათ, ხალხში მღელვარება გამოეწვიათ, მაგრამ დღეს ეგ საერთოდ არავის აღარ აინტერესებს. გაცვდა. ყველა მიხვდა ამ შემთხვევაში შეგნებულ ტალზე მაქვს საუბარი ჩვენი მოქალაქეების უდიდეს უმრავლესობაზე, რომ ამას არც არანაირი ძალა არ აქვს, არც არანაირი იურიდიული, ასე ვთქვათ, ბერკეტი არ გააჩნია და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კიდევ გაძლიერდეს წნეხი ქართული ოცნების წინააღმდეგ. აბსოლუტურად ყველაფერი გაშიფრული არის, ყველაფერს თავის სახელი აქვს დარქმეული და ყველა კარგად ათვითცნობიერებს, რომ საქართველოზე ესეთი წნეხი და რაღაცა შანტაჟი გრძელდება მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ ქართულმა ოცნებამ უარი განაცხადა პროქსი ქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე. ამის შემდეგ ვიხილეთ მათი მხრიდან უამრავი ჩარევა არჩევნების პროცესში, თვითონ ჩაუტარეს საარჩევნო კამპანია აგენტურულ ოპოზიციას, აგზავნიდნენ თავიანთ საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისამთავრობო მიტინგებზე, მოგვიწყვეს უბრალოდ ცდელობა ჰქონდათ 5 რევოლუციის მოწყობის, რომელიც ბრიუსელიდან ფინანსდებოდა იმენჯე ორგანიზაციების გავლით, რომელსაც თვითონ აფინანსებენ და არც უარყოფენ ამას. აბსოლუტურად ყველა ხვდება, რომ ეს ძალები ცდილობენ ქართული ოცნების ჩანაცვლებას, ცდილობდნენ არჩევნების გზით არ გამოვიდათ, შემდეგ ცდილობენ უკვე რევოლუციების გზით. ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ქართული ოცნება ართმობს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენთვის პრიორიტეტი არის ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ინტერესები და მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაკმაყოფილებაზე. მათ სურთ აგენტურა, ვისთვისაც პრიორიტეტი იქნება გარე ძალების ინტერესების დაკმაყოფილება. დღეს არის დღის წესრიგში ომის საკითხი, ხვალ იქნება დღის წესრიგში, როგორი აქტუალური გახდა შუა კორიდორის კონტროლის საკითხი და საქართველოს საკვანძო ქვეყანა ვარ და რა თქმა უნდა სურთ რომ აგენტები ყავდეთ ამ შემთხვევაში ხელისუფლებაში, ვინაიდან მეტი ბერკეტი ქონდეთ შუა კორიდორის საკონტროლებლად და არ სურთ ქართული ოცნება. თუმცა ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად ხვდებიან ყველაფერს, გვერდში დაგვიდგნენ 2024 წელსაც, გვერდში დაგვიდგნენ 2025 წელსაც, ვინაიდან თეთრი და შავი ძალიან კარგად გაარჩიეს ქართველებმა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ ჩვენ დღის წესრიგ, ქართულ დღის წესრიგს საფრთხე არანაირად არ ემუქრება, რამდენი რეზოლუციას უნდა მიიღონ და იგივე ჯო ვილსონი ახსენეთ თქვენ და მაგასაც ვერ ხვდებიან, რომ ჯობია ჯო ვილსონის გარეშე მიიღონ მაინც ეს რეზოლუცია, ოდნავ მეტ ადამიანს შეიყვანეს შესთომას ჯო ვილსონი, რომელიც გაიშიფრა, რომ პირდაპირ ფულს იღებს წლების განმავლობაში ლობიზმისთვის, ფულს იღებს იმაში, რომ რეზოლუციის ტექსტები მოამზადოს, ადამიანი, რომელიც ინაუგურაციის დროს ბილეთებს ყიდდა, ადამიანი, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა დროშებით ვაჭრობს, ადამიანი, რომელიც თქვენ ახსენეთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ასე ვთქვათ, დელეგაციის ხელმძღვანელმა მისი ქვეყნიდან ბორტზე არაუშვა, იმდენად სამარცხვინო არის, ხო? და ასეთი სამარცხვინო ადამიანი, რომელიც ყველა ქართველმა იცის, როგორი კლოუნიც არის ბატონი ჯო ვილსონი და ფულის გამო რისი გამკეთებელიც არის, თურმე რაღაცა რეზოლუციის ტექსტი დაწერა, იმათმა მიიღეს და ეხლა უნდა აღშფოთდეს ქართველიანი. რას ელოდებიან? პირიქით, სამწუხაროდ უფრო აზიანებენ, ყოველი ასეთი ნაბიჯი თავიანთ რეპუტაციას აზიანებენ. განწყობები არის დრამატულად შეცვლილი ევროკავშირის მიმართ. კი, ქართული ოცნების წარმომადგენლები ყოველთვის შესაძლებლობა, როდესაც გვეძლევა, ხომ, ჩვენ მოქალაქეებს ვუხსნით, რომ ევროპა და ევროპელი ხალხი არის სხვა და ეს ევრობიუროკრატები და ბრიუსელი არის აბსოლუტურად სხვა. თუმცა ვერ მოთხოვ რიგით მოქალაქეს, ხომ, მაგდენ სიღრმეში რო შევიდეს. ხედავს თუ რამდენი უსამართლობა მოდის, რამდენი დეზინფორმაცია მოდის, როგორი თავდასხმები ხორციელდება საქართველოში და შესაბამისად ჯამში ინსტიტუტების მიმართ და ევროკავშირის მიმართ, ხო, უკრებანდობა და ეცვლება განწყობები, ვერაფერს ვერ მოთხოვ, ხო? ეს არის თავიდან ბოლომდე ამართველი კლასის ბრალი და იგივე ქალბატონი კაია კალასი, ხო? ეხა იყო დორტები გუშინ გააკეთა განცხადება, ანუ ეს რამდენი უაზრობა უნდა მოვისმინოთ, ხო? ესე იგი ქალბატონი კაია კალასი, რომელიც გახლავთ ევროკომისარი, საგარეო
საქმეთა მინისტრი არის ევროკავშირის, ხო? 2 წელია ეხმეწება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ბატონ მარკო რუბიოს შეხვედრაზე. ამერიკაშიც იყო ჩასული. 2 წელია ვერ მიაღწია შეხვედრას. ანუ რამდენად არასერიოზულ ადამიანზე გვაქვს საუბარი. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი 2 წელი ეხმეწება ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე. ამერიკაშიც იყო ჩაბრძანებული და მაინც ვერ ხვდება. და შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში იყო საუბარი და ისევ არ ახსენებს საქართველოს. ანუ ჩვენი ქვეყანა, რომელიც 7 ქვეყანას ვაკავშირებთ შავ ზღვასთან, შუა კორიდორის საკვანძო ქვეყანა ვართ. ჯერ ქალბატონმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოგტოვა, როდესაც შუა აზიაში იყო და შუა კორიდორზე საუბრობდა. საქართველოს საერთოდ არ ახსენა და ბატონმა ალიევმა სერიოზული საყვედური მისცა. და ეხლა ქალბატონი კალასი საუბრობს ისევ შავ ზღვაზე და საქართველოს თითქოს არ არსებობს, ხო? ნუ აი ეს არასერიოზული დამოკიდე, აი სახლობანას თამაში, როდემდე უნდა გაგრძელდეს, ხო? ვის აზიან, ამით გონიათ, რომ ჩვენ ამას დაგვაკლებენ, ჩვენ აბსოლუტურად ვერაფერს ვერ დაგვაკლებენ, ვერც ჩვენ გუნდს და მით უმეტეს ჩვენ სამშობლოს და ჩვენ ხალხს. ისე თვითონ აკლდებათ, ხო? რეპუტაცია აქვს საბოლოო ჯამში შელახული და ამით რას ცდილობენ, რომ სახე შეინარჩუნონ, გაბუტულ რეჟიმში იყვნენ, ვინაიდან ბოდიში და ძალიან ღრმად შეტოპეს ამდენი ბრალდებები და უაზრობი საქართველოსთან მიმართებაში და ეხლა არიციან უკან როგორ უნდა გამოვიდნენ და ჩვენ ვთავაზობთ, რომ დიალოგისთვის ვართ მზად, ხო? ნებისმიერ დროს შეგვიძლია ჩავიდეთ ბრიუსელში, გადავფურცლოთ ეს უსამართლობის 4-5 წელი ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაიდან აქ უკვე პირადული გვერდზე უნდა გადადო, ხო? პოლიტიკაში როდესაც ხარ, ემოციების უფლება არ გაქვს, შენს უკან შენი ხალხია, შენი სამშობლო. გადავდოთ ყველაფერი წარსულზე არ ვისაუბროთ, ჩვენი შეთავაზება და ვისაუბროთ მხოლოდ აწყოზე და მომავალზე, ოღონდ სამართლიანი პრინციპებიდან გამომდინარე, არგუმენტებით, ფაქტებით. მაგრამ ისინი ცდილობენ, რომ რაღაცა სახე შეინარჩუნონ, რომ აქამდე რატო აქვს შეტოპილი და ვერ გამოდიან უკან რაღაცებს, ითხოვენ, ხან სააკაშვილი გამბოუში, ხან ზურაბიშვილია პრეზიდენტი, სხვათა შორის ბოდიში სიტყვა გამიგრძელდა, უბრალოდ აუცილებლად უნდა შევეხოთ. ეს 3 რეზოლუციაც რომ მიიღეს, ჯამში მე მგონი 15-მდე რეზოლუცია არის მიღებული კიდევ ერთხელ, არავის აღარ აინტერესებს. და სულ ერთი და იგივე ტექსტის გადაკოპირება ხდება. როდესაც ევროპარლამენტში მიიღეს ახლა რამდენიმე კვირის წინ რეზოლუცია, იქ ახალი 2 პუნქტი გააჩინეს. პირველი, რომ თურმე საპატრიარქო და ქართული ეკლესია არის რუსული ინტერესების გამტარი საქართველოში, ანუ უკვე მართლმადიდებლურ, ასე ვთქვათ, მართლმადიდებლობაზე ახდენენ თავდასხმას. ჯერ ბატონმა როთმა დაიწყო, როდის ხო გახსოვთ და შემდეგ ხალხის რეაქციიდან გამომდინარე მიხვდნენ, რომ უნდა გაჩერებულიყვნენ, ხო? ისევ თავდასხმას აგრძელებენ, ანუ საპატრიარქო თურმე მათი გადმოსახედიდან ყოფილა რუსული ინტერესების გამტარი საქართველოში. ეს ერთი სამარცხვინო, ასე ვთქვათ, დანამატი რაც გააჩინეს და მეორე, რომ პირველად მოითხოვეს რეზოლუციები ტელევიზიების დასანქციერება. ამ შემთხვევაში მარტო თქვენი ტელევიზიის და იმედის კი არა, როგორც ეს ბრიტანეთმა სამარცხვინოთ ჩაიდინა. უკვე რუსთავი 2-ც დაამატეს. ანუ პირდაპირ ადასტურებენ, რასაც ჩვენ საუბრობთ, რომ ისინი გულშემატკივრობენ აგენტურულ ოპოზიციას საქართველოში და მათ მედია საშუალებებს. ანუ მათ რომ მკითხოთ, მარტო TV პირველი და ფორმულა უნდა ფუნქციონირებდეს და მაუწყებლობდეს საქართველოში, ხო? პირდაპირ ილუსტრირება არის და დასტური იმისა, რასაც ქართული ოცნება ვსაუბრობთ. როგორც მაგალითად მოლდოვაში, იქ, უკრაინაზე არაფერს ვამბობ, იმიტომ რომ იქ ახსნა მოუძებნეს ამ ოპოზიციური მედიის გაქრობას, რომ აი ომშიაო ქვეყანა და აბა ორი აზრი ხომ არ იქნებაო. არ ვიცი, ომში სხვა ქვეყნებიც არიან, მაგრამ მედიები არ იხურება ყველა ქვეყანაში, რომელიც ომშია. მოკლედ, კარგი, უკრაინას თავი დავანებოთ, მოლდოვა არ არის ომში და როგორც მოლდოვაშია, მოკლედ ისე უნდა საქართველოშიც გააკეთონ და ამასთან დაკავშირებით მინდა ზუსტად შემდეგი კითხვა დაგისვათ. შეიძლება მართლაც არ იმსახურებს ეს რეზოლუცია ამდენ ყურადღებას ჩვენი მაყურებლის პირველ რიგში და ჩვენი საზოგადოების, მაგრამ მაინც აი ბოლომდე რომ ვამხილოთ ეს უსამართლობა და ორმაგი სტანდარტი, ესე იგი კიდევ ერთი ესეთი წითელი ხაზი, რაც მომხვდა მე თვალში ამ რეზოლუციის ტექსტში, იყო ეს არჩევნების თემით манипуლირება, რომ ესე იგი თითქოს საპარლამენტო არჩევნები ისეთი არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო, მე მათი ადგილობრივი აგენტურა აყვა ამ რეზოლუციის სულისკვეთებას და რა ვიცი, ორნიშნაო თუ ზოგიერთმა სამნიშნოზეც გადავიდა უკვე ზოგიერთი. ხო, გახსოვთ 100,000 ხმით დაიწყეს და ბოლოს ავიდნენ 400,000-ის გაყალბებაზე, ხო? ანუ ორნიშნა პროცენტით გაყალბდაო და სად არის ეს ხალხი ჯერთი ფიზიკურად ვერასდროს ვერ გვაჩვენეს, ანუ და 100,000 პირადობა მოპარული ადამიანიც არ გამოჩნდა, ხო, ერთად. ვერც მათი მხარდამჭერი 200,000 თუ 2 მილიონი ადამიანი, არ ვიცი, სხვადასხვა ეთერში, სხვადასხვა ციფრს ასახელებენ, მაგრამ არ ვიცი, როცა მიტინგზე ეძახიან თავიანთ მხარდამჭერებს, ზოგიერთ მიტინგზე მე 12 ადამიანს ვერ დავთვალე მაგალითად. გამლელებთან ერთად. ხო და მოკლედ, ესე იგი, ამ რეზოლუციაში აი საგანგებოდ უსვამენ ხაზს, რომ თითქოს რაღაც განსაკუთრებული დარღვევები მოხდა საპარლამენტო არჩევნებზე და
თავიანთივე EUTHOS შვილ ორგანიზაცია ნაწილია ხო ფაქტობრივად ოდირის სადამკვირვებლო მისია და ამ ოდირმა ჩვენს არჩევნებზე გაცილებით უფრო კარგი შეფასება დადო, ვიდრე თუნდაც იგივე მოლდოვას არჩევნებზე, ან თუნდაც სომხეთს კი არაფერს ვერ ჩი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტია, ნამდვილად ეგრე არის გიდასტური. და აი ნუ კიდევ ერთი ორმაგი სტანდარტი რომ აქ რამე ობიექტურ კრიტერიუმებზე კი არ არის საუბარი თუ ვინმეს გონია რომ ეხლა მართლა რაღაცა ნუ აი 100 დაჯდა თქვა ციფრები და აი უნდა შეეტანათ ეს რეზოლუციაში. ზუსტად ძალიან საინტერესო საკითხი შეეხეთ და აუცილებლად კიდევ ერთხელ მოდი გავიხსენოთ ჩვენს მაყურებელთან ერთად როგორ ვითარდებოდა ზოგადად ეს ანგარიში EUTHOS ანგარიში და საარჩევნო პერიპეტიები, ხო? ამ რეზოლუციით, ანუ EUTHOS საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციით მოხდა მათივე წიაღიდან წამოსული ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია EUTHOS სადამკვირვებლო მისიაზე მაქვს საუბარი, პირდაპირ უარყოფა და განადგურება. ხომ თქვენ კარგად გახსოვთ, ჩვენი დასაცავი რო გახდა EUTHOS სადამკვირვებლო მისია, როდესაც მისი გაშავება დაიწყეს ევრობიუროკრატებმა, როცა მათი ანგარიში არ მოეწონათ. მოდი ახლა მე შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, როგორ ჩატარდა ეს არჩევნები. პირველ რიგში აქ იყო ელექტრონული ხმის მიცემა და აბსოლუტურად ყველა რადიკალური ოპოზიციის აგენტურული წარმომადგენელი, ბატონი გვარამიათი დაწყებული, ბატონი ელისაშვილი დამთავრებული საუბრობდა იმაზე დაბეჯითებით, რომ გაყალბება იყო შეუძლებელი. ხო, კარგად გახსოვთ. ამასთანავე სამი ფაზა გაიარა აუდიტის ამერიკული ყველაზე ავტორიტეტული კომპანიის მხრიდან, ვინც ზოგადად ლიცენზიებს გაცემს ასეთი ტიპის საარჩევნო სისტემაზე. საიდანაც გამოირიცხა ხმების დუბლირება. ის რაღაცა ყვადაღებული თემა ქალბატონი ზურაბიშვილის რომ ერთი ადამიანი 17 ჯერ აძლევდა ვინმეს ხმას, ხო? ამის გარდა ეს ევრობიუროკრატები საუბრობდნენ, რომ მათი დასაყრდენი იქნებოდა არჩევნების შეფასების დროს სწორედ EUTHOS საბოლოო ანგარიში. ეხლა გადავიდეთ ანგარიშზე. ანგარიში ეწერა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, ეწერა, რომ CESCOM მოახდინა ადმინისტრირება ძალიან მაღალ დონეზე, ეწერა, რომ აბსოლუტურად ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა იმის საშუალება, რომ თავისუფალ გარემოში ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია და ეწერა, რომ საქართველოს ყავს არჩეული ხელისუფლება. ამის შემდეგ აღებული ხმები, რაც CESCOM გამოაქვეყნა, ერთ-ერთში გაიმეორა პირდაპირ ეთერში წამოწდათ ბატონმა გახარიამ, ბატონმა ხაზარაძემ და ქალბატონმა ანი წითლიცემ. კიდე თუ რაღაცა გამორჩა, გამახსენეთ, ხომ აბსოლუტურად ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ეს არჩევნები შედგა და აბსოლუტურად ყველაფერი იყო ასახული იმ ხმების რაოდენობაში, რაც გამოაქვეყნა CESCOM. თავისი აღიარებები გამახსენეთ. კიდევ ერთი ფაქტი, არჩევნებამდე კი არა, არჩევნების დასრულების შემდეგაც, ანუ არჩევნები რო დასრულდა ხმის მიცემის პროცესი, თუ არ ვცდები, გვარამია გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ გავემარჯვეთო და მოკლედ ამ არავითარი პრეტენზია რაიმე პროცედურული დარღვევის ან სხვა ტიპის რაიმე მერე რომ დაიწყეს ჯერ 100,000 ხმით დაიწყეს, მერე ნახეს რომ არ ყოფნიდა 200 ავიდნენ და ისიც არ ყოფნიდა და მერე 400,000 ავიდნენ. უშუალოდ არჩევნების პროცესის დასრულების დროს, როცა უკვე დასრულდა პროცესი და ამან რომ თავი გავარჯვებულად გამოაცხადა, არაფერი არ უთქვამს, რა ვიცი, თუ ერთი ადამიანი 17 ჯერ აძლევდა ხმას, ეს ხომ და კიდე გამახსენეთ ძალიან მნიშვნელოვანი არის EUTHOS გენერალური მდივნის განცხადება ერთ-ერთ საპარლამენტო ასამბლეაზე, რომ არჩევნები შედგაო და პირიქით ოპოზიციას რომ უსაყვედურა, რომ 61 მანდატით როგორ არის სარგებლეთო. ასევე იმ საპარლამენტო ასამბლეაზე იყო ერთ-ერთი მისიის ხელმძღვანელი, თუ არ ვცდები, ქვეყანაში არ მინდა შევცდე. ნუ რა თქმა უნდა დასავლური ევროპული ქვეყნიდან, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ როდესაც მორჩა არჩევნებიო, ჩვენო შევიკრიბეთო, მთლიანათო სადამკვირვებლო მისიაო და აბსოლუტურად ყველანი შევთავთითო, რომ ძალიან კარგად ჩაიარა ამ არჩევნებაო. და რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში სულ მცირე EUTHOS არჩევნებს დაკვირვებია, ხომ თქვენ ახსენეთ, იგივე უნგრეთის მაგალითი, სომხეთის მაგალითი, კიდევ ძალიან ბევრი ქვეყანა შეგიძლია მოვიყვანო. ჩვენთან მიმართებაში დაწერილი ანგარიში იყო ყველაზე უფრო კარგად შეფასებული არჩევნები, მოდი ესე ვთქვათ, პირდაპირ დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი, ვიდრე იგივე სომხეთი იქნებოდა, იგივე უნგრეთი იქნებოდა, იგივე მოლდოვა იქნებოდა, ნებისმიერი სხვა ქვეყანა. და შემდეგ იმასაც შევახსენებ ჩვენს მაყურებლებს, რომ აპელირება დაიწყეს აი ამ ევრობიუროკრატებმა და მათმა აგენტებმა, რომ იქ ორი სიტყვა არ იყო გამოყენებულიო ამ ანგარიშიო, თავისუფალი და სამართლიანიო. ხო გახსოვთ, როდესაც 10 წელზე მეტი არის ამ სადამკვირვებლო ორგანიზაციას ეს ტერმინოლოგია საერთოდ ამოღებული აქვს თავისი ანგარიშებიდან და არც ერთ ქვეყანასთან მიმართებაში არ არის ანუ ყველაფერი არის ხელის გულზე დევს, ხო? აბსოლუტურად. ყველა ჩვენი მოქალაქე, ვინც აზროვნებს,
და ვინც არ არის მიკერძოებული აგენტურის მიმართ, აბსოლუტურად ყველა ათვისნობიერებს, რომ ეს არჩევნები იყო ძალიან კარგად ორგანიზებული და კარგად ჩატარებული არჩევნები. ქართულმა ოცნებამ დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ. ბრიუსელი ატარებდა ამ არჩევნებს თავიდან ბოლომდე რადიკალების მაგივრად. შესაბამისად ვერ შეეგუენ ამ შედეგს. და მაქედან გამომდინარე იყო სწორედ რომ ამბობდნენ არჩევნებამდე რომ ევთოოდირის ანგარიშს დავეყნობითო და შემდეგ გაშავება რო დაიწყეს კორუმპირებულ ორგანიზაციას უწოდებდნენ ხო გახსოვთ ჩვენ ვიცავდით ევთოოდირს შესაბამისად ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ლიეტუველი დეპუტატი იყო ხო ბალტიელი იქნებოდა რა თქმა უნდა რომელმაც პირდაპირ კორუმპირებული არის ფული აიღო ევთოოდირმა ქართულმა ოცნებიდან ხო მათი წიაღიდან წამოსულ ორგანიზაციაზე გვეუბნება შესაბამისად რა თქმა უნდა კითხვის ნიშანი არ არსებობს აბსოლუტურად ყველა ათვისნობიერებს იმას რომ ეს ყველაფერი არის დადგმული სპექტაკლის ნაწილი და რამდენიც არ უნდა იმეორონ ეს ყველაფერი რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და არჩევნები რაღაცა გაყალბებულიყო ერთი მტკიცებულება ჯერ ვერ რაღაცა მტკიცებულება მოეფიქრებინა და მოეგონებინა და ისე მაინც დაედოთ ერთ გაყალბებულ ხმაზე 400.000-ზე საერთოდ არ მაქვს საუბარი ხო მაგრამ ეს ყველაფერი არის რა თქმა უნდა ტყუილის ტირაჟირება იქიდან გამომდინარე რომ რაღაცა უნდა თქვან მაგრამ კიდევ ერთხელ ხას უსვამ და აი გვიყურებს ჩვენი საზოგადოება ხო რომ ეს ყველაფერი მათ აზიანებთ ანუ არავის არ ჯერა ვინც არ არის კიდევ ერთხელ ხას უსვამ მიკერძოებული ამ აგენტურის მიმართ ხო სულ რომ ქართული ოცნება არ მოწონდეს ისეთ ადამიანზეც მაქვს საუბარი რომელიც საღადაზრონებს და არ არის რაღაცა ტვინ გამორეცხილი ხო არავის არ ჯერა რომ ან არჩევნები გაყალბდა არავის არ ჯერა რომ სააკაშვილიდან დაწყებული ნიკა მელიათი დამთავრებული და ხოშტარიათი გაგრძელებული ვინმე პოლიტპატიმარია არავის არ ჯერა რომ ქალბატონ ამაღლობელის ნაცვლად ევროპულ ბრიტანეთში მაგალითად ვინმე ჟურნალის პოლიციისთვის სილა რო გაერტყა იმას დააკავებდნენ კი არა ძვლებში დაამტვრევდნენ ალბათ ხო აქაც მაღალი სტანდარტით იმოქმედა ჩვენო პოლიცია ხო ეს არავის არ ჯერა რაც არ უნდა ილაპარაკონ და რაღაცა ფსონს რო აკეთებენ რომ თითქოს აქ აღქმებით რაღაცა შექმნიან ხო გაცვდა 5 წლის წინ ცოტა მუშაობდა იქ ზელენსკის ელჩი რო გააწვევინეს თითქოს ეცალა ომში მყოფ ქვეყანას რომ ჯერ ბელორუსიიდან არ გაიწვია ელჩი საიდანაც რუსეთს შევიდა დასაბომბად ხო და თურმე საქართველოსდან გაიწვია ელჩი ისეთი რაღაცა დააშავა საქართველოს ხო კი მღელვარება შემოგვიტანა 27 წევრი ქვეყნის ელჩმა დემარში ხო მოგვიწყო რომ სააკაშვილს კლავდი დავაწამებთ ხო კი იმ დროს ცოტა იმუშავა ხალხში მღელვარება შემოიტანა საგარეო საქმეთა მინისტრები ხო ჩამოვიდნენ ქვეყანა იქცევა და აქციაზე უნდა დავდგეთო იმ დროს რაღაცა იმუშავა დღეს ეს აღარ მუშაობს აბსოლუტურად ყველა ვისაც უნდა გარჩევა ძალიან კარგად არჩევს თეთრს და შავს კიდევ ერთხელ ხას უსვავ თუ არ არის მიკერძოებული ამ აგენტურის მიმართ და ვინც არის მიკერძოებული და რამდენი ადამიანიც არის ხო აი სულ ესე ყოფილიყვნენ და ყველა არჩევნებს წააგებენ ძალიან დიდი ანგარიში 400.000 ადამიანი აი ხომ ამბობენ რომ ჩვენ 400.000 ხმა ხო გავაყალბეთ მათი თქმით მაგის გარდა ზუსტად კიდევ შეგახსენებთ რომ 100.000 ადამიანს ჩამოვართვით პირადობა ანუ 400.000 ხმა გავაყალბეთ და პლუს 100.000 ადამიანი დავტოვეთ პირადობის გარეშე 500.000 ადამიანზე გვაქვს საუბარი საქართველოში და ერთი ადამიანი არ გამოჩნდა ვის თქვა რომ ქართულმა ოცნებამ დამაშინა და სხვას მიმაცემინა ხმა ან ერთი ადამიანი არ გამოჩნდა ვის თქვა რომ 100.000-დან რომ პირადობა ეს ხო ზღაპარი არის ხო საქართველოში 500.000 სასაცილო არის ანუ ამაზე საუბარი წართვა არჩევანი აი წარმოვიდგინოთ ესეთი თეორიული სცენარი რომ არის რომელიღაცა ხელისუფლება, რომელმაც გადაწყვიტა, რომ 500.000 ადამიანს წაართვას ხმა. ანუ გაუყალბოს არჩევანი. ანუ თქვათ რომ 500.000 ადამიანმა მისცა ხმა რომელიღაცა სხვა პარტიას და იქ ჩაწერეს სხვა პარტია. ის ხელისუფლება საქართველოში ვეღარ გაჩერდება. ანუ 500.000 ადამიანი საქართველოსთვის არის იმხელა ციფრი 500.000 ადამიანი საქართველოში ნებისმიერი გზით შეცვლის ხელისუფლებას. ბატონო და ზუსტად მაგაზე საუბარი ნახეთ ზუსტად რამდენი რეზოლუციას არ უნდა მიიღონ და ამდენი უაზრობა ჩაგვიწერონ ხო მაგიტომ და კიდე ერთხელ ვიმეორებ რომ ჩვენ ამითი ვერაფერს ვერ დაგვაკლებენ. კი წლების წინ ეს ღელვარება შემოიტანდა თუმცა იმდენად გაიზარდა ჩვენი საზოგადოება რომელსაც გამოცდილება ისედაც არ აკლდა ხო ხა 90-იანებში ჩვენ რაც გამოვიარეთ ხო ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვეთ ქართველებმა და მით უმეტეს დაემატა ამ ყველაფერს 4-5 წლის განმავლობაში აი ამდენი რამ რაც გადახდა ჩვენს ქვეყანას და ძალიან გამოცდილი საზოგადოება ამათ შეცდომაში ჩვენ ხალხს ქართველებს შეცდომაში ვერ შეიყვეს ვერავ და ის გაიდლაინები რა გაიდლაინებითაც მუშაობენ რეგიონში იქნება ის უკრაინაში იქნება და იქ აქციებზე ფუნთუშებს რო არიგებენ და ლობიანებს საქართველოში ეს ვერ იმუშავებს სხვანაირები ვარ და ან მიხვდებიან ამას და შეეგუებიან ან გააგზავნონ ამ ბუტიაობის რეჟიმში ცხოვრება და რაღაცა იმაში რა ქვია სახლობანას თამაში არასერიოზულია ყველაფერს თავი რო დავანებოთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზეც მინდა ვისაუბროთ დღეს საღამოს ცოტად რო გრჩება და ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრები ახსენე რამდენიმე წუთის წინ და ეხლა სწორედ დასკვნით ფაზაშია საქმე რომლის ფიგურანტებიც
თურმე არიან პოლიტპატიმრები. ეს ვინ არიან ახლა ეს ადამიანები? მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, მელია, ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე და მადრი ჯაფარიძე. საბოტაჟს ედავებიან ამ ადამიანებს და ამ ხალხს მე მგონი საერთოდ წარმოდგენა არ აქვს საბოტაჟი რა არის, ან რა სასჯელს მიუყენებდნენ, რა ბრალს მიუყენებდნენ მას, მათ იგივე ქმედება ამაღლობელის შემთხვევა გაიხსენენ და იმისი არ იყოს. აი ასეთი ტიპის ქმედება, რომ ჩაედინათ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში, რომ წასულიყვნენ რომელიმე სხვა ქვეყანაში და იქ მოეთხოვათ საკუთარი ქვეყნის დასანქცირება, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისთვის რაღაცა სავიზო შეზღუდვების დაწესება, ამ ყველაფრისთვის სარჩულად დაედოთ რაღაცა ყალბი ისინი, რა ქვია, სტატისტიკები და დოკუმენტები, მოეგონებინათ რაღაცა საშინელი ბრალდებები, რომ თითქოს თავიანთ ქვეყანაში რაღაცა ტერორისტების სკოლა არის, თუ ტერორისტებს ამზადებენ, თუ დაზვერვას იყენებენ. შავი ხვრელი ვართ. ხო, აი ეს რომ და ეს ხალხი ამბობს, რომ და არა მარტო რუსული სანქციებისთვის, ირანული სანქციებისთვისაც შავი ხვრელი ვართ, მათი გავრცელებული დაზვერვაო იყენებსო საქართველოს ტერიტორიას იყენებსო. საქართველოს ტერიტორიას კიდე მარტო საქართველოს ტერიტორიას ხო იყენებს და საქართველოს იმას იყენებსო, კაცო, ქართულ ძალოვანებსო იყენებსო ევროპაში თავისი საქმიანობის განსახორციელებლად. ეგეთიც იყო. ესეთ რაღაცები, რომ ეთქვათ თავიანთ ქვეყანაზე და ესენი რომ იყვნენ რომელიმე ევროპული ქვეყნის მოქალაქეები. ნახეთ, აი მაგალითაც მოვიყვან, ცოტა უტრირებული არის, ზუსტად ამ საკითხთან მიმართებაში არ არის, თუმცა ნუ მიხვდებით პათოსი რა არის, ხო? ერთ-ერთი გერმანელი ჟურნალისტი იყო ჩამოსული თბილისის თვითმმართველობის არჩევნებზე და ნუ თბილისის შტაბის უფროსი ვიყავი, კახი კალაძე იყო კანდიდატი და ბატონ კახის არ ეცალა, მასთან იყო ინტერვიუ ჩასაწერი და ნუ მე როგორც შტაბის უფროსი მე ჩავეწერე და ერთ-ერთი კითხვა იყო, მაშინ შეგვქონდა სარჩელი თუ უკვე შეტანილი ქონდა საკონსტიტუციო სასამართლოში აგენტურული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით და აი ამას როგორ აკეთებთო რა გერმანელი მეკითხება და ის რა მაინტერესებს მეთქი ჩვენ ან საგამოძიებო კომისიიდან დაწყებული დამთავრებული უამრავი მტკიცებულებები არსებობს და ეს წარსული ჩვენ წინ განვითარდა თქო და შესაბამისად რა თქმა უნდა სხვა უფლება არ გვაქვს თქო და მე კითხვა მაქვს თქო აი თქვენ პარტია AfD ყველაზე დიდი პარტიაა დღეს თქო ხო თქვენი ასე ვთქვათ ხელისუფლება ხო გრძალავს ხო აპირებს ხო AfD რო აიგზავნოს კი აპირებსო და რაზე დაყრდნობით მეთქი და ნუ პოტენციურად ძალიან დიდ რისკებს შეიცავსო AfD-ო თავისი რიტორიკიდან და ასე შემდეგ გამომდინარე და მეთქი დალოცვილო შენა ოჯახაშენებულო ესე იგი ჩვენ 9 წელი ფაქტები და მტკიცებულებებით ყველამ რაც ვიხილე და დადასტურებული რაცაა და სტრასბურგმა რაც დაადასტურა რომ წამება სისტემატური იყო და ახალგაზრდების კვლელობა და გაუპატიურებები და საძინებლებში თვალთვალი და ბიზნესის რეკეტი და ასე შემდეგ მაგაზე გვეუბნები რომ სარჩელი რატო შეგვაქვს და თურმე თქვენი ხელისუფლება რომ პოტენციურად საფრთხეს ხედავს იმ პარტიისგან რომელსაც აბსოლუტურად დღეს არაფერი არ ჩაუდენია და მისი რიტორიკიდან დასკვნა რო გამოაქვს რომ შეიძლება ცუდი საქციელი ჩაიდინოს და მაგისთვის რო გზავნ კიდე ჩვენ გვეკითხები ჩვენ რატო შეგვაქვს სარჩელი ვერაფერი ვერ მიმპასუხა რა თქმა უნდა ზუსტად ანალოგიური არის ამ სიტუაციაში რა თქმა უნდა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ზუსტად იგივენაირად მოიქცეოდნენ მინიმუმ თუ უფრო მკაცრად არა როგორი მიდგომაც არის საქართველოში ხო მე არ მინდა რომ სამართლებრივ შეფასებაში შევიდე ეს არ არის ჩემი ასე ვთქვათ სფერო და უფლებაც არ მაქვს ხო მაგრამ პოლიტიკურად შემიძლია მე შევაფასო როდესაც ამდენი წლის განმავლობაში საბოტაჟირების ქაოსის შემოტანის რევოლუციის დაგეგმვის გარდა არაფერს არ აკეთებ ერთადერთი ლოზუნგი გაქვს რომ შიგნით აქცია იყოს და გარედან სანქცია იყოს პეტიციებს აგროვებ და ხელმოწერებს რომ ბიზნესი გაჩერდეს და ფუნქციონირება საერთოდ შეჩერდეს. აბულინგებ ელჩებიდან დაწყებული იმ დამთავრებული რომ არავინ არ იმუშაოს და დემარში მოუწყონ საკუთარ ქვეყანას და საბოტაჟი მოუწყონ და დივერსია და ასე შემდეგ, ხო? ამის გარდა განუწყვეტლივ იმაზე საუბრობ, ისეთი მიმართულებები და ისეთ ვითომ ექსპერტებს ისწრებ, რომ ისეთი მესიჯები გავრცელდეს, რომ რამენაერად ლარის კურსი გაიქცეს. აგენტურულ საქმიანობას აკეთებ და ესწრები ტრენინგებს აკერმანიდან დაწყებული კანვასი დამთავრებული, ხომ? როგორ უნდა შემოიტანო, არა მხოლოდ ღელვარება, არამედ პირდაპირ ქუჩაში დაპირისპირება გადაიტანო. მაკეინის ინსტიტუტიდან გაიდლაინს იღებ დიდი სამბით და აქ იმაშვები ტირაჟირებს, სადაც პირდაპირ წერია სამოქალაქო პროტესტი როგორ უნდა გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში და უკაცრავა ძალიან დიდი ბოდიში თუ საქმე არის აღზრული და იძიებენ ამ ყველაფერს როგორც რა კვალიფიკაციაც აქვს მიცემული, ხო? პოლიტიკურად მე შემიძლია შევაფასო, რომ ეს არის სამშობლოს ღალატი პირდაპირ თავის იმ ბრიუსელში გაგზავნილი
წერილები, ჩვენ რო გვეუბნებიან, რომ ევროინტეგრაცია არ გინდათო და რო ეხვეწებოდნენ 24 წლის არჩევნების შემდეგ ბრიუსელს, ხაზარაძის პარტია, გახარია, ნაციონალური მოძრაობა და ახალი კოლექტიური აგენტურა, ბატონ ბორელის, რომ ყველანაირი ურთიერთობა შეეჩერებინათ საქართველოში, ყველანაირი მოლაპარაკებები, ყველანაირი კავშირები, ყველანაირი დაფინანსება. ეს არის არასრული ჩამონათვალი, რაც ახლა მე გამახსენდა ამ 30 წამში, ხო? და ამ ყველაფერს მე უკვირთ მათ, რომ თურმე დაინტერესებული არიან შესაბამისი უწყებები, ეს იყო თუ არა მტრული საქმიანობა ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, მტრული არის, ეს პოლიტიკურად შემიძლია შევაფასო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სამართლებრივადაც ეს ყველაფერი ისე მოერგება იმ ჩარჩოში, რომ აბსოლუტურად არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩეს. ძალიან დიდი მადლობა ლევან მაჭავარიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო ჩვენი სტუმარი, პოსტ ანალიტიკა. დღეს ამით დასრულებულია, ხვალამდე გემშვიდობებით, დროებით.